ტელეკომპანიებზე, ჟურნალისტებზე, მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, მათი და პოლიტიკოსების შანტაჟი და კომპრომენტაცია ყველაფერი ეს უკავშირდება ფარული მოსმენების თემას. თქვენ იცით უკვე რამდენიმე წელია სამოქალაქო საზოგადოება მოსმენებზე კონტროლის გამკაცრებისთვის იბრძვის. მოძრაობამ ეს შენგეხება ისევ გვისმენენ მიაღწია გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს საკმარისი არ არის და ახლა მოსმენებზე ახალი კანონპროექტია დასაწერი. სწორედ ამ პროცესის ფონზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ძალიან საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს და მე მინდა გაგაცნოთ ეს მონაცემები. როგორც ირკვევა, 2016 წელს საქართველოს სასამართლოებმა სულ 401 შუამდგომლობა განიხილეს, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლომ 299 შუამდგომლობა, დანარჩენი 102 შუამდგომლობა რეგიონულმა სასამართლოებმა განიხილეს. ლაპარაკია შუამდგომლობებზე, რომელთაც მოთხოვნილი იყო ფარული მიყურადება. წინა წლებთან შედარებით 2016 წელს ფარულ მოსმენებზე შუამდგომლობები 1.5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, მნიშვნელოვან ზრდაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აი მაგალითი, 2011 წელს იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951, 2013 წელს 1400 შუამდგომლობა, 2014 წელს 1074 შუამდგომლობა, 2015-ში 373 და ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2016 წელს კი როგორც უკვე გითხარით 401 შუამდგომლობა. და ახლა ყველაზე საინტერესო. ეს მონაცემები წელს პირველად არის ხელმისაწვდომი დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, ანუ რა საქმეზე ითხოვს საგამოძიებო უწყება მოსმენების უფლებას. მოდით ვნახოთ, 2016 წლის განმავლობაში მოთხოვნა არის ძირითადად 3 მუხლით, თაღლითობა 70 შუამდგომლობა, გამოძალვა 58 შუამდგომლობა, ქრთამის აღება 57 შუამდგომლობა. შემდეგ მოდის მითვისება გაფლანგვა 18 შუამდგომლობა, განზრახ-კვლელობა 14 შუამდგომლობა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსმენების გასაღები არ დაკარგოს და ალბათ გახსოვთ, მთავარი არგუმენტი არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. არადა კვლევიდან ირკვევა, რომ უკანონო ფორმირებების შექმნის მუხლით მოთხოვნა იყო მხოლოდ 3, შეთქმულება ან ამბოხება ამ მუხლით იყო მხოლოდ ასევე 3 მოთხოვნა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2 შუამდგომლობა. კიდევ რა მონაცემებს ავრცელებს ინსტიტუტი და რა გამოხმაურება მოყვა ამ ინფორმაციას ჩვენი ჟურნალისტი ნატა მახულაძე მუშაობდა თემაზე. 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2 ეტაპიანი ელექტრონული სისტემით ზედამხედველობა განახორციელა მთლიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების მხოლოდ 9.7%-ზე. ეს არის სატელეფონო ფარული მიყურადება. რაც შეეხება ფარული მიყურადების სხვა საშუალებებს, როგორიც არის ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ინტერნეტ სივრციდან, ასევე აუდიო, ვიდეო, ფარული ჩაწერა, ასევე ფოტო გადაღება, ეს განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შესაბამისად, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ არის უკონტროლო მიყურადების საფრთხეც. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დანარჩენი დაახლოებით 90% შემთხვევებისა ამაზე არ ვრცელდება დამატებითი საზოგადოებრივი კონტროლი. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ამყარებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტექნიკური საშუალება, რომ სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მიყურადება. შესაბამისად, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დაცვას უკანონო ფარული მიყურადებისაგან და საჭირო არის დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები. უკანონო ფარულ მიყურადებებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებით. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს უკანონო მიყურადებებით ოპოზიციის დევნა და მათზე ზეწოლას ახორციელებს. IDF-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება ძალიან აქტიურად იყენებს ფარული მოსმენების, ფარული მიყურადების მექანიზმებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და მზარდი ტენდენცია ამის დამადასტურებელი ნიშანია. ამავე დროს ამავე ანგარიში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ დღევანდელი სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ სასამართლოს და ინსპექტორის გვერდის ავლით მოახდინოს ეს მოსმენები და ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ დარწმუნებული ვართ იმას, რომ დიდი რაოდენობის მოსმენების და ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრის მექანიზმები გამოყენებულია მალულად, ისე რომ არავინ არ იცის ამის შესახებ. მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას, არის პოლიტიკური მიზნებით აი ამ საგამოძიებო და უშიშროების სტრუქტურების გამოყენება. მოსმენა და თვალთვალი და შანტაჟი, ჟურნალისტების, მოსამართლეების, პოლიტიკოსების ეს არის რაც ამ ხელისუფლებამ წარმატებით განერგა პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, ნაცვლად გამოსწორებისა გააღრმავა და
მიეცა ამას რაც კატასტროფული სახე. მესამე სექტორი ხელისუფლებას ურჩევს საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილება აღასრულოს, მათ მიაჩნიათ, რომ საერთო ფარული მიყურადებების რიცხვი შესაძლებელია გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეს უზენაეს სასამართლოს საიტზეა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში შანტაჟი და დღევანდელი ხელისუფლება სურს გაიხანძრიოს ხელისუფლებაში ყოფნა ადამიანების შანტაჟით და დაშენებით. ეს ხელისუფლება ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიყურადებით, დაშანტაჟებით, გამოქვეყნებით. ეს ნორმალური ქვეყნისათვის არ მიუღებელი და ჩვენ ნორმალურ ქვეყანა ვერ ვიქეცით. არამხოლოდ უარესდება ის სისტემა, რაც არსებობს, არამედ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება ერთი ორგანოს ხევში. დღეს ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ, რომ მოსმენების სისტემის გაუარესება ხდება და ამის მიზანი არის ის, რომ ტოტალური კონტროლი განხორციელდეს ჩვენს მოქალაქეებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ხელისუფლების შემოთავაზებული მოდელი არის შეუსაბამობაში. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება, ეს ცვლილებები კვლავ იქნება კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ამ ქვეყნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლება კვლავ ვერ იქნება სათანადოდ დაცული. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელზეც ალბათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობების მიხედვით რეგიონების მიხედვით ლიდერობს თეთრი წყარო 51%-ით, შემდეგ მოდის სენაკი და გურჯაანი 18%-ით. დიდი მადლობა, ეს